დღეს რქეს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს რა გელოდებათ მომდევნო 3 თვის განმავლობაში. დავიწყებ ზოგადი ენერგიების აღწერით. ბალანსისთვის არ დაგავიწყოთ ვიდეოს და ლაიქება, კომენტარის დაწერა და გულების და სიყვარულების გამობრქვევა. დავიწყებ ზოგადი ენერგიით და გეტყვით, რომ დღის რქებს მომდევნო 3 თვის განმავლობაში პარტნიორ ურთიერთობა გექნებათ მნიშვნელოვანი, ან საპირისპირო სქესთან ურთიერთობა იქნება წამოწეული. შესაძლებელია ვიღაცებთან ეს სამსახურებრივ სიტუაციაში მოგიწევთ საპირისპირო სქესთან კონტაქტი და არც ისე სასიამოვნო არ იყოს ეს საუბარი თქვენთვის, მაგრამ ამას ვერ აცდებით, როგორც ესეთი საპირისპირო სქესის მიმართ ჩანს კომუნიკაციის სიტუაციები. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსებში საკმაოდ პირდაპირ ცოტა რთული პერიოდი გიწევთ, ფული და შემოსავალი ნამდვილად გექნებათ საკმაოდ კარგი რესურსები, მაგრამ ხედავ შეიძლება ძალიან დაიღალოთ ფულის გამომუშავებისთვის და ხარჯი გქონდეთ საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ მნიშვნელოვანი გასაცემი იყოს. წინასწარ ამიტომ გაფრანგებს თავი დაანებეთ და თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ ისედაც ხარჯი გიჩანთ, მაგრამ ფინანსურად როგორც ესეთი ძლიერად უნდა დადგეთ მომდევნო თვეებში. ეს რთული პერიოდიც უნდა გადალახოთ რაღაცა ეტაპზე, რომ შეიძლება დაგიდგეთ და ახლიდან უნდა აღორძინდეთ, ახლიდან უნდა შექმნათ ყველაფერი. ფულში სერიოზული ამბები გექნებათ, როგორც ესეთი იქნება კრიზისი, იქნება ნულიდან დაწყებაც. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება დღის რქებო თქვენთან, აქ თქვენს ცხოვრებაში არ არსებობს ახლა თუ პარტნიორი არ გყავთ, აუცილებლად გამოჩნდება, ვისაც გყავთ კი ბატონო მისი მხრიდან ჩანს გარკვეული ინიციატივები, ემოციები, აქ სასიყვარულო ურთიერთობები იქნება, მოწონებები, რომანტიკა, დაინტერესება, შესაძლებელია აქ ორი პიროვნებაც კი იყოს თქვენ ცხოვრებაში, ან ორმაგ სიტუაციაში მოგიწიოთ სასიყვარულო კუთხით ყოფნა მესამე პირების გულისხმობ, ან უბრალოდ თქვენ გქონდეთ არჩევანი გასაკეთებელი. პირად შეგეტყოდოთ, ცოტა მერყევ სიტუაციებშიც გხედავთ, რომ შეიძლება იყოთ რაღაც მომენტში გარდამავალ ეტაპზე, მინდა არ მინდა ორჭოფობა, შინაგანი გაორება, გულის და გონების სჭიდაობა, თავში ცოტა ფიქრებს ჩამოყალიბება გაგიჭირდეთ პირადში. რაც შეეხება რჩევას თქვენთვის, რჩევა მექნება ის, რომ ინტუიციას დაეყრდენით პირველ რიგში და ზოგადად ემოციები დააბალანსეთ, გააწონათ სწორედ, ცივად რაციონალურადაც შეხედეთ სიტუაციას, ანუ ის რასაც ინტუიცია გეუბნევათ, ეცადეთ რომ რეალურად დაინახოთ ამის მაგალითი თქვენს ცხოვრებაში და რეალობაში გადმოიტანოთ. ისე კი არ იყოს, რომ მე გრძნობ და რეალურად არაფერიც არ ხდებოდეს. რაციონალიზება უნდა გაუკეთოთ რეალურ სამყაროში ან თქვენს შინაგან ხმას. მომთხოვნები იყავით, სადაც საჭიროა იქ, გამოიჩინეთ სიმტკიცე, დაიცავით პირადი სივრცე, პირადი საზღვრები, პირადი ინტერესები დღის რქებმა. იდეაში იცავთ კიდეც, მაგრამ სადღაც პირადში შეიძლება გქონდეთ ცოტა გაჭედილობა.